იცით, ცოტა ხნის წინ ნოა კაგანის წიგნს გადავაწყდი სახელად მილიონიანი უქმეები და იდეა უბრალოდ გენიალურია. როგორ შეიძლება რომ 7 ნიშნა ბიზნესი დაიწყოს სულ რაღაც ერთ შაბათ-კვირაში. ხო და დღეს სწორედ ამ 4 საფეხურიან გეგმას გავივლით ერთად. ალბათ ბევრ თქვენგანს უტრიალებს თავში მაგარი იდეა, მაგრამ რაღაც გაჩერებთ. არა, ხშირად ეს უბრალოდ შიშია, დაწყების შიში. ხო და დღეს ზუსტად ამ შიშს ვეომებით და გაჩვენებთ, რომ პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა სულ რაღაც 48 საათშია შესაძლებელი. კარგი, მოდი ვნახოთ ჩვენი დღევანდელი გზამკვლევი. დავიწყებთ იდეის პოვნით, მერე სწრაფად გადავამოწმებთ საერთოდ ღირს თუ არა, ვიპოვით პირველ კლიენტს, რომელიც ფულს გადაგიხდით და ბოლოს ბონუსად რამდენიმე მაგარ რჩევასაც მოგცემთ. მზად ხართ? დავიცნოთ. კარგი, პირველი ნაბიჯი. ყველაფრის საწყისი ხომ? კარგი იდეა რა. მაგრამ აი მთავარი კითხვა, სად ვიპოვოთ ეს მილიონიანი იდეა? ნოა კაგანი 3 ძირითად გზას გვთავაზობს. პირველი და ყველაზე მარტივი. მოაგვარეთ პრობლემა, რომელიც პირადად თქვენ გაწუხებთ. რა გაღიზიანებთ ყოველდღე? მეორე გზა, დააკვირდით ბესტსელერებს. აი მაგალითად, Nike-ის ბოტასები ან თუნდაც iPad-ები. იფიქრეთ, რა შეიძლება დაუმატო, რა აქსესუარი შექმნა მათთვის. და მესამე, უბრალოდ შედით ონლაინ ფორუმებზე, სოციალურ ქსელებში და ნახეთ რას წერენ, რას ეძებენ, რა სჭირდებათ ადამიანებს. აი ზუსტად ამას გულისხმობ. შეხედეთ, არ გჭირდებათ ახალი Nike-ის გამოგონება. აიღეთ უკვე პოპულარული მოდელი და შესთავაზეთ ხალხს ის, რასაც Nike არ სთავაზობს. მაგალითად, უნიკალური პერსონალური პრინტები. თქვენ უკვე არსებულ პროდუქტს ამატებთ ახალ, სრულიად განსხვავებულ ღირებულებას. მარტივი არა. კარგი, დაუშვათ, იდეა გვაქვს. მაგრამ სანამ თელ ენერგიას და დროს ჩავდებთ, მოდი ერთი სწრაფი ტესტი ჩავატაროთ. ღირს კი საერთოდ ამაზე ჩალიჩი. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დრო ტყუილად არ დავკარგოთ. ეს მათემატიკა ძალიან მარტივია. უბრალოდ უნდა გაარკვიოთ, რამდენი პოტენციური კლიენტი გყავთ და გაამრავლოთ ეს რიცხვი თქვენი პროდუქტის ფასზე. ბაზრის ზომის შესაფასებლად კი ისეთი მარტივი ხელსაწყოებიც გამოგადგებათ, როგორიცაა მაგალითად Google Trends. უბრალოდ ნახეთ, რამდენად ხშირად ეძებენ თქვენს პროდუქტს. მოდი კონკრეტულ მაგალითს ვნახოთ. წარმოიდგინეთ ხელნაკეთი ორცხობილების გაყიდვა გადაწყვეტეთ თქვენს ქალაქში. დაუშვათ, იპოვეთ 1000 ადამიანი, ვინც მზადაა 10 ლარი გადაიხადოს. რა გამოდის? 10,000 გამრავლებული 10-ზე არის 10,000 ლარი. ეს არის თქვენი მაქსიმალური პოტენციალური შემოსავალი ამ იდეიდან. და ახლა მთავარი კითხვა. გაკმაყოფილებთ ეს თანხა? ღირს ამისთვის მუშაობა? და აი რატომ არის ეს მათემატიკა ასეთი მაგარი. ის გეხმარებათ, რომ რეალობას თვალი გაუსწოროთ. თუ 10,000 ლარი თქვენი მიზანი არ არის, მაშინ ჯობს თავიდანვე სხვა, უფრო დიდი პოტენციალის მქონე იდეაზე გადაერთოთ. ანუ, როგორც იტყვიან, იქნებ უფრო დიდი თევზის დაჭერა გინდათ. კარგი, ახლა ყველაზე მთავარი. შეგიძლიათ იმდენი იანგარიშოთ და იფიქროთ რამდენიც გინდათ, მაგრამ თქვენი იდეის ერთადერთი რეალური შემოწმება არის, როცა ვინმე ჯიბიდან ფულს ამოიღებს და გადაგიხდით. წერტილი. აი კიდევ ერთი მარტივი მაგალითი. თქვათ, წვერის ზეცხიდით. ერთი ბოცლის ფასია 40 ლარი. თვითღირებულება 10. ანუ ყოველ გაყიდულ ცალზე 30 ლარი გრჩებათ. ახლა დავფიქრდეთ 40,000 ლარის მოგება რომ ნახოთ, რამდენი ბოთლი უნდა გაყიდოთ. დაახლოებით 1060-ზე ცოტა მეტი. ეს უკვე კონკრეტული, გასაგები და სავსებით რეალური მიზანია რა. წიგნში არის ერთი გენიალური ისტორია ბორისზე. მას ჯანსარის საკვების მიტანის სერვისის იდეა ჰქონდა. იმის მაგივრად, რომ ვებგვერდი გაეკეთებინა ან ბიზნეს გეგმა ეწერა, მან უბრალოდ მეგობრებს მისწერა. ჰეი, ვიწყებ ასეთ სერვისს, ერთი კვირის ულუფა 50 ლარი ღირს, ვინც პირველ პარტიაში გინდათ მოხვედრა, ჩამირიწყეთ. და რა მოხდა? 5 ადამიანმა მაშინვე გადაურიცხა ფული. ეს არ იყო ცარიელი სიტყვები, ეს იყო რეალური ფული. აი ეს არის ვალიდაცია. ეს ნიშნავს, რომ შენს იდეას ხავს მყიდველი. მაგრამ რას ვაკეთებთ, როცა არას გვეუბნებიან? ვბრაზდებით? არა. უარი არის საჩუქარი. ეს არის უფასო კვლევა. როცა ვინმე უარს გეტყვით, აუცილებლად გითხრეთ. რატომ? იქნებ ვინმე იცი, ვისაც დაინტერესებს, რა შეგაცვლევინებ და აზრს ახლავე. და ბოლოს, რამდენს გადაიხდიდი ამაში? ამ პასუხებით თქვენს იდეას ოქროზე ძვირფას ინფორმაციას შემატებთ. კარგი, მექანიკა გავიარეთ. ახლა კი, როგორც დაგკვირდით, მოდი ვისაუბროთ სწორ აზროვნებაზე. ეს არის 7 პრინციპი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ არ გაჩერდეთ და იმპულსი შეინარჩუნოთ. პირველი და უმთავრესი იმოქმედეთ. ბევრი ფიქრის ნაცვლად უბრალოდ გააკეთეთ. მეორე, ნუ გეშინიათ უარის. პირიქეთ, დაისახეთ მიზნად, რომ 25 არა მიიღოთ. ეს თამაშად აქციეთ. მესამე, რამაც გაამართლა, იმაზე გააკეთეთ ორმაგი აქცენტი და რაც მთავარია, იყავით მოქნილი და მზად ცვლილებებისთვის და ყოველთვის გქონდეთ მკაფიო ციფრებში გამოსახული მიზანი.
აი ცვლილებების ძალის ორი საუკეთესო მაგალითი. იცოდით, რომ Instagram-ი თავიდან სულ სხვა, ბევრად რთული აპლიკაცია იყო, მაგრამ მისმა შემქმნელებმა დაინახეს, რომ ხალხს ყველაზე მეტად ფოტოების ფილტრებით დამუშავება და გაზიარება მოსწონდა და მთელი ფოკუსი ამაზე გადაიტანეს. და Nintendo დღეს ვიდეო თამაშების სინონიმია, მაგრამ ოდესღაც ჩვეულებრივ სათამაშო ბანკოს აწარმოებდა. ეს არის პივოტი, ცვლილების არ შეშინება. მოკლედ, რისი თქმა მინდა. თავარი იდეა ისაა, რომ სულ რაღაც 50 საათში ერთ შავად კვირაში შეგიძლიათ იპოვოთ იდეა, ელემენტარულად შეამოწმოთ მისი ფინანსური პოტენციალი და რაც მთავარია, იპოვოთ პირველი ადამიანი, ვინც ფულს გადაგიხდით. ამისთვის არც ვებსაიტი გჭირდებათ, არც ლოგო და არც სქელტანიანი ბიზნეს გეგმა. ხო და, ახლა ბურთით ყვენს მოედანზეა. კითხვა ძალიან მარტივია, რომელ იდეას აპირებთ რომ დატესტოთ ამ შაბათ-კვირას? ძალიან მაინტერესებს, ასე რომ აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში. დროა ოცნებას ფრთები შეასხათ.